დღეს ამ ვიდეოში ვაპირებ დავაჩერჯო საკუთარი თავი და შეზღუდული საშუალებებით 24 საათი მარტო გავატარო დღეში. ძირითადი გამოწვევები იქნება როგორ მოვაწყო ბანაკი, დავანტო ცეცხლი დამხმარე საშუალებების გარეშე და ღამე გავატარო ღია ცისქვეშ. გამოვყევით და ერთად ნახოთ როგორ განვითარდება ჩვენი კემპინგი. გამარჯობა, მე ომარი ვარ და ეს Wild Dog-ის არხია. დღეს მეგობრებო, ჩვენი კემპინგი შედარებით განსხვავებული ფორმის იქნება. საგრძნოდაა შევამცირე ჩვენი საკემპინგო საშუალებები, რომელთაც ერთგვარ ჩელენჯს უწყობს საკუთარ თავს. პირველი მინდა დავიწყო, ეს არის მულტიფუნქციური დანა, რომელიც დღეს ჩვენი მთავარი დანა და ხელსაწყო იქნება. ამ დანასთან დაკავშირებით ჩემი გამომწერებისთვის მაქვს ერთი კარგი სიურპრიზი. ეს დანა ღირს ტაქტიკალის მაღაზიაში 25 ლარი. თუ თქვენ მიხვალთ და ჩემ პრომო კოდს გამოიყენებთ ამ დანის შესაძენად Wild Dogs, ეს დანა თქვენ გადმოგეცემათ სულ რაღაც 10 ლარში. აქვე გვაქვს საძილე ტომარა, პირველადი დახმარების ჩანთა, წყლის მათარა, თავისი პატარა ქვაბით, თოკი, ხელთათმანები, თავის ფანარი ღამისთვის. ამ საშუალებებით ვაპირებ მოვაწყო ბანაკი ღია ცისქვეშ, დავანთო ცეცხლი ყოველგვარი საშუალების გარეშე, მოვამზადო საკვები და გავატარო ღამე ჩემს მიერ მოწყობილ ბანაკში. აი ეს იქნება დღეს ჩვენი ბანაკი. ზემოდან ამ ტოტებს მოვაცი და შემდეგ უკან და ზემოდან ნედლი ტოტებით დავფარა. აი ესეთი ხერხი. თავისი სიგრძის შესაბამის ხეშჭრის რა. აი ესე ხის ქვემოთ ამოსულ ტოტებს ვაცლი რა, ფაქტიურად ფორმირება ხდება ამით ხის. ესეთი სტუმარიც გვესტუმრა, საკმაოდ მოზრდილი თან, გონი მარტოა. ელამაზი ჯავშანი. ვაცადოთ მარტო ყოფნა, რომ მივახლოვდი შეეშინდა და გაჩერდა. მეგობრებო, კუს სადღაც ზუსტად 30 წამით მოვაშორე თვალი და ისე დაიმალა, რომ დაახლოებით წუთზე მეტია ვეძებ და ძლივს ვიპოვე რა. ეს არის მიმიკრია რა. ეგრე ქვია მეცნიერულ ენაზე. ანუ ტყეში მცხოვრები ცხოველი იმდენად ემსგავსება თავისი ჯავშნით თუ ბეწვის ფერით გარემოს, რომ მიუწვდომელი გახდეს მტაცებლისთვის ან სხვადასხვა ცხოველისთვის რა. ჩვენი კუკი აქ დაიმალა. ხა შეუდგები ამათ დალაგებას. ესე ჯვარედინათ უნდა დავალაგოთ, რომ კარგად შეივსოს ზემოდან ადგილები და ღია სივრცე არ დარჩეთ რა. ზემოდან საკმარის ეხა უკანა მხრიდან შემოულაგებ და ეგ არის რა. უკანა ესე ტოტებს ვეძებ წაქცეულს და ისინი უნდა დაულაგო, თორე ის პატარა ტოტები არ მეყოფა. ამას ახლა დიდი მხარე შედარებით იქით აქვს, აქეთ პატარაა და აგიტო წამოვიდა ესე რომ პირდაპირ მივადო რა. ანუ ამ მხრიდან თუ ცხოველი მომეპარება, მარტივად ვერ შემოვა შიგნით რა.
ეს მოვიტანე რომ ძირს გავშალო რა. Საძილე ტომარა კი გვაქვს, მაგრამ მაინც პირდაპირი კონტაქტი მიწასთან არ არის. კარგი ტემპერატურას მალე კარგავთ მაგ დროს რა. აი ესე მოვაწყოთ ჩვენი ლოგინი. ხამის გასათევი უკვე გამზადებულია და ეხლა უნდა შევუდგეთ ცეცხლის დანთებას. ნუ ჩემი საშუალებები არ მაქვს, არც ასანთი არ მაქვს და ხეზე ხახუნით უნდა დავანთოთ ცეცხლი. თუ შევძელდა ნაკვერცხალი მართლა წარმოიქმნა, ამ ხმელ წიწვებს გამოვიყენებ, რომ შემდეგ ცეცხლი გავაღვივო რა. ეს ერთი ხმელი ხე, რომელსაც ესეთი ჩაღრმავება აქვს, შუაში და ძალიან კარგია. ეს გამხვარი წიწვები და ამ ტოტების საშუალებით შევენთები დავანთოთ ცეცხლი რა, გავაღვივო ნაკვერცხალი. მაგრამ სანამ ცეცხლს დავანთებ, მანამდე მინდა რომ პურის ქვილი მაქვს წამოღებული და ცომი გავამზადო რა, რომ ამ უსლა მოვასწროს და შემდეგ პური გამოვაცხოთ. პურის ქვილი თავის საფუართა ესეთ ცელოფანში გავამზადე და წყალში ავასხამ და გარედან მოვზელ. ეცადეთ რომ ცელოფანი არ გაგეხეთ ასეთ დროს რა. Всё, ეგ არის. კარგი ფუმფულად ცომი გამოვიდა. ეხლა დავასვენებ და შევუდგები ცეცხლის დანთებას. ეს ჯოხი შვაში მოვიქციე. თუ პირველივე ცდაზე გამომივიდა, ვიამაყე. აი ამ ტოტით დავიწყებ პირველი. უნდა შევძლო დიდი ალბათობით. უცნელია, დანძნელია. ვახჩი. სხვა გზით უნდა ვცადო რა, ის ძალიან დამღლელია, ვერ შევძელი. აი ესეთი რამ გავაკეთე რა. დანძნელია რა. ვახჩი. Video ხახუნე ჟორა. აზრი არ აქვს. ვერ ვანდა. არ შემიძლია. რაც ენერგია მქონდა დავხარჯე. არ შემიძლია. გეგმა ბეზე უნდა გადავიდე რა. მაგნიუმი ჯოხი მაქვს წამოღებული და იმით უნდა დავანთო. ვერ დავანთე. ესეთი ღორის ნაჭერი მაქვს წამოღებული.
მარილს და შავ პილპილს დავუმატებ და შევწვავ ნაკვერცხალს. საკმაოდ ბასრია. ხო, ესენი წამოვიღე რა, ამის გარეშე გემო არ ექნებოდათ. ნაკვერცხალიც გამზადდა და ეხლა შევუდგები შეწვას. ცომი მზად არის და პარალელურად გამოვაცხობ პურსაც. ესეც ჩვენი ცომი. ამას წაუქცევ თორე მაღალი. დღის საუკეთესო დასასრული. ძალიან ისე პრიმიტიულად ვარ მეგობრებო წამოსული და ცოტა ეს ჭუჭყი არ შეიმჩნიოთ რა. მაინც ყველა ბუნების შვილი ვართ. მაგარია. ძალიან კაი გამოვიდა რა, ესე პრიმიტიულადაც ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება. პური გემრიელი იყო, ხორცი ძალიან კარგია, უბრალოდ ძალიან მეწყინა რომ ცეცხლი ვერ დავანთე როგორც ვაპირებდი რა. მაგრამ არ აუშავს. ერთი ნაბიჯი უკან, ორი ნაბიჯი წინ. დიდი მედი არც მქონდა რომ პირველი ეცდაზე შევძლებდი ანთებას და მაგიტომ მქონდა გეგმა B. მაგრამ სამაგეროდ ამან გამოგვიკეთა ხასიათი. ეხლა უკვე დაღამებას იწყებს, ღამისთვის უნდა მოვემზადო. სადაც ვაპირებ ღამის გათევას, ამას კიდე შევამოწმებ, რამე არ გვაკლდეს და ნახოთ აბა როგორი ღამე გვექნება. თითქმის დაღამდა. ცეცხლს ავანთებ, საძილე ტომარას გავშლი და დავიძინე. ღამე ცეცხლი აუცილებელია რომ ცხოველები დავავრთხოთ. საძილე ტომარას გავშლი. ჩანთას ბალიშად გამოვიყენებ. ცოტა აგრილდა, მაგრამ ძალიან სიცივი არ არის. ცეცხლიც კარგად გვათბობს.
საკმაოდ კომფორტულად ვარ. მიწაც ისეთი მაგარი არ არის რა, ესენი რო დავაფინე და იმედია 7 ღამე იქნება. გარეთ ქარი უბერავს და აქ სიმშვიდეა. ქარი არ მაწუხებს. მაინც ყუდროდ ვარ ესე რა. წავალ დავიძინებ და ღამე თუ რამე იქნება ჩავრთავ ვიდეო კამერას. Გამის 3 საათია. გაღვევები და ბუზები არ მაძლევენ დაძინების საშუალებას რა. არ და თავზე რო წამოვიფარო ეს საძილეტო, მაგრამ მე გავიგუდები, ვეღარ დავიძინო. ცეცხლის თითქმის ჩაქვრა. ესე ჩვენი მყუდრო თავშესაფარი. გათენებას ველოდები და არც თენდება რა. იმედია მალე გათენდება რა. ცოტა არ იყოს. შემეშინდა მაინც რა ესე. რაღაცა ფეხის ხმები ისმის, ცხოველებიც არიან მგონი და შემშემით ვერაფერი ვერ შევამჩნია, მაგრამ მაინც ფხიზლად ვარ რა. ყველა საინტერესო ის არის, რომ თელი ჩემი ბავშვობა და მოზარდობა ძალიან მეშინოდა სიბნელის და სიბნელეში მარტო დარჩენის და ეხლა მარტო დავეხეტები უღრან ტყეებში რაც ეს YouTube დავიწყე და როდის გადავლახე ეს შიში, ნამდვილად არ ვიცი რა, მაგრამ აშკარაა რომ გადალახული მაქვს. სადღაც 5:30-ია და იმედია მალე გათენდება რა, ვერ ვიცინებ რა მაინც. ფხიზლად მირჩევნია ვიყო. Wild Dog-ის არხზე მორიგი ლამაზი დილა გათენდა. ღამე კარგი იყო. ცოტა შეგვცივდა, მაგრამ არ აუშავს. ეს ტოტებიც რაც ქვემოთ დავალაგე სულ გვერდებში და ფეხებში გამეყარა, მაგრამ მაგასაც არ აუშავს. ხანდახან სითურეებიც კი სიამოვნებას მგვრის, რადგან მარტივი ყველაფერი მოსაწყენია. ეხლა ავდგები, გავემზადები და დავტოვებთ ჩვენს ბანაკს. მეგობრებო, მადლობა რომ მიყურებდით და ჩემთან ერთად იყავით. მე ომარი ვარ, ეს Wild Dog-ის არხია. არ დაგავწყოთ ვიდეოს და ლაიქება, არხის გამოწერა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ბანაკს კიდე ესე ვტოვებ, არ ვშლი რა. იქნებ ვინმეს მოუნდეს და გამოიყენოს. ჩემი პრომო კოდით არ დაგავიწყდეთ Wild Dog-ი ტაქტიკალში ამდანას 25 ლარის ნაცვლად შეიძენთ 10 ლარად. აბა შემდეგ ვიდეო.